მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ ვართ ბაკურიანში. ახლა ვართ მე და ზაზუ მარტო, თუმცა ჩამოგვიყვანა ჩემმა მეუღლემ და დაგვტყვა. 10 დღის განმავლობაში ვიქნებით აქ. და უნდა მივხედოთ ერთმანეთს. მესამე დღეა უკვე რაც აქ ვართ. და მე როგორც კი ჩამოვედი, დამეწყციება სურდო საშინელი თავის ტკივილები. ელაპარაკები. აკლიმატიზაცია გავიარე, დღეს უკვე უკეთ ვარ და განწყობაც გამიჩნდა აქ ყოფნის. ალბათ ყველა ბავშვის ოცნება არის ეს ყოველ შემთხვევაში ჩემი იყო და როგორც მითხრა ჩემმა მეუღლემ, მისი ოცნებაც იყო ორსართულიანი საწოლი, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებთ, რადგან ზაზუ ჩემთან ძინავს. მაგრამ ძალიან კარგად იყენებს როგორც სათამაშო მოედანი. ზაზუს ახლა მეუბნება გამოვიძახოთ პიცა, მეთქი დედა აქ პიცებს ვერ გამოვიძახებთ. ამიტომ გადავწყვეტ სახლში. იმის პირობას რომ არც ხუმელი გვაქვს, არც ფქვილი და რაღაცები არ წამოგვიღია. ტოსტი პიცები გავაკეთოთ, გამიშვი ზაზა. გაგიშვი. იმ ინგრედიენტებით რაც გვაქვს სახლში. შაკეტილია. პიცისთვის წამოვადუღებ სოსისებს. პომიდორის წვენი და მსგავს რაღაცები არ გვაქვს, ამიტომ რაც კეჩუპის მსგავს რაღაცას ვიყენებ. ჩემი ვლოგებიდან გამომდინარე გიყვით ალბათ ასეთი პროდუქტების გამოყენება, იმიტომ რომ ის ადამიანი ვარ, რომელიც იძახს, რომ აი ჯანს რაღაც უნდა ვიკვებოთ, მაგრამ ჩვენს რაციონშიც ვამბობდი, არაერთხელ ვამბობ, რომ გვეპარება ხოლმე არაჯანსაღი პროდუქტები. განსაკუთრებით ეს უყვარს ჩემ ქმარს სოსისები და რაღაცები, ამიტომ როცა არის სახლში, ზოგჯერ ჩვენც მივირთმევთ ხოლმე. მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ მეც და ზაზულმაც უკეთ ვიკვებოთ. თუმცა ახლა ვარ წამოსულები დასასვენებლად და ნუ როგორც გვიხერხდება. ასე დავჭრით სოსისებს. დავაგრთ ყველს. ეს ტყვარი გქონდა ნაყიდი. და დავაწყობთ სოსისებს, არიან მარტივად. კაი, შენ დააწყო. მეც დაგეხმარები. არა. ჩვენი მოკრძალებული პიცები. მეხი როგორი მისვია. ქათავი ახატი. რომელია ბარი? ეს. ვერ გამოვიცი. ირკული. ეს ვარი. ჩაგავივათ ეს ხედია რა. კაპუცური რა. მამაკ შესაძლოა. ზაზუ კოჩთან გამომიგზავნება? არა. ცხელი. და მე თვითონ. სტოპ.
ზღაპარში როა. აი, ზღაპარში როა. უყურე ქვევით. ვინც ორი პატარებია. უყურე რაც ჩანს. უყურე საგვარელები არიან. ეს ორცხობილები არ ვიცი გახსოვთ თუ არა. ნუ ასეთი შეფუთვა მგონი თითქმის ყველა ოჯახში იყო, ბებოებს და დედებს ჰქონდათ ძირითადად ძაფებისთვის და ნემსებისთვის. შიგნით ნახავდნენ ხოლმე. აწიმეც მექნება. რადგან ახლოს ვიყავი, გადავწყვიტე გამოვისერნო ადგილას, სადაც სტუდენტობის დროს ვქირავდი ბინას. ეს სტიკერები იმდროინდელია ჩვენ რომ აქ ვცხოვრობდით, ვიღაც უცხოებმა დააკრეს, ახალი წლის პერიოდი იყო. ნეტა იცოდეთ როგორი ნოსტალგია მომაწვა. და რაღაცომღაც ეგ ბინა, დანგრეული სტუდენტური ბინა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე სახლის, სადაც დავიბადე და გავიზარდე. და ყველაზე კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ბინასთან. ძალიან უცნაური შეგრძნება, გული გწყდება, რომ იცი რომ ეს პერიოდი აღარასოდეს დაბრუნდება. ბავშვის სასეირნოდ მიდის. მონაწილეობენ ჯონ მონტენიერი, ლარა ფლინ ბოილი,